მოგესალმებით. პირველ რიგში მოგზანებულო ქალბატონებო, მამაკაცებო, თქვენს მიერ ოჯახში დატოვებულ ქალბატონებს, შვილებს, მეუღლეებს, დებს, დედებს მივულოცავ ყველას დღევანდელ დღეს. ეს დღე არ არის მარტო როგორც უკვე გადაიღეს სხვადასხვა არხებზე კომუნისტური, არ არის კლარა ცეტკინის და როზა ლუქსემბურგის დღე. ეს არის დღე, როცა ჩვენი ბავშვობიდან, იმ დღიდან, როცა ჩვენ გავაცნობიერეთ ქალკაცობა, გვეუბნებოდნენ, რომ ეძღვნებოდა ქალებს. მოდით, მარტო დღევანდელი დღე არა, ყველა დღე გაზაფხულზეც და არა გაზაფხულზეც მიუძღვენით ქალებს, გააღმერთეთ ეს ქალები, ატარეთ ხელშიაყვანილი, რომ ეს ქალღმერთი ქალები იყვნენ თქვენი სულის, თქვენი ხორცის ნაწილი ხშირად. დღევანდელი დღე დავგეგმეთ ისე, რომ თქვენთვის წარგვედგინა გასული წლის აგვისტოში თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არტანში გამართული ხარამზეობის დღესასწაულზე ჩატარებული პოეტ ქალთა ერთი ლექსის კონკურსის გამარჯვებულების ის 15 პოეტი ქალბატონი, რომელთაც კონკურსის მონაწილე 65 ქალბატონიდან გადალახეს პირველი ეტაპი, გადავიდნენ მეორე ეტაპზე და მათი სახით ჩვენ ვთვლით და თქვენც ჩათვლით, როცა აი ამ ქალბატონებს მოვსმენთ, რომ პოეზიამ გაიმარჯვა. 15-ვე ქალბატონმა ხომ გაიმარჯვა. იქიდან 3 გამარჯვებული, პირველი, მეორე, მესამე პრემიის ლაურეატები ხომ გამოვლინდნენ, მაგრამ მათი სახით და ზოგადად ამ კონკურსის, ამ ერთი ლექსის, პოეტი ქალებისთვის ერთი ლექსის კონკურსის ჩატარების განხორციელებით, ზოგადად პოეზიამ, სიტყვიერებამ და სულიერებამ გაიმარჯვა საქართველოში. მოგესალმებით, კოლეგებო, დებო, ახლობლებო, დავიწყოთ ერთი პატარა ლამაზი სიმღერით, რომელსაც თქვენთვის სიმღერებენ დები ნაყევრები, რომლებიც დილას პიკის საათში წარვადგინეთ და აი შემდეგ უკვე იმ წესით ვიაროთ, რომ მე რამდენიც იყო თქვენი ლექსი წარმოდგენილი, იმ რიგისობით მივესალმოთ დარბაზს. აბა დები ნაყევრები პირველ რიგში. Ave sabi
მეგობრებო, ჩვენი ქალბატონი პოეტები გაფრთხილებული იყვნენ, რომ თქვენთვის მოემზადებინათ თითო ლექსი სავალდებულად. მაგრამ თითო ლექსი თუ დარბაზი დაინგრეო და ვისო, არ მოგერიდოთ ტაშის. სად არის ხალხი? მოგესალმებით, ყველა ქალბატონს საფრთხევანდელ დღეს გაზაფხულის დადგომას. მე მაგ ლექსებით არა, ჩემი ნახატებითაც მინდოდა მომელოცა თქვენთვის გაზაფხული და ახლა დავიკითხავ ერთ ლექსს. ლექსია ჩემი სამშობლო. წერილი ნორვეგიელ მეუღლეს. ახლა კარგად ვარ, აღარ მცივარ, აღარც მწყურია. თუმცა ძნელია მარტო ქალმა მართო უღელი. მან ამომშრალი ყანწი ვიყავ, ცალფეხზე მდგარი. აქ კი სული ვარ, ტევანი ვარ გულდაწვრილი. ჩემ სამშობლოში წარსულიდან ამოდის მთვარე. მე კი თვალებით მხოლოდ ნედლი წარსული დამაქვს. აქ ფესვებიდან მითენდება ყოველ სისმარე. მან ვერ წამივით ვირწევი და გავღრუბი ქალაქს აქ გაზაფხულის შემოდგომის მაქსია ფერი. მან უცხო თევზის სულთ მობრძავი რიყეზე ვფეთქავ. ხმაურიანი სიჩუმე ვარ, ნაყოფს ძლივს ვისხავ. აქ ჩამოდი და აქ მითხარი რაც უნდა გეთქვა. ჩემ სამშობლოში როსინანტით ვებრძვი ქარიშხალს. აქ ჩემი რაში ზეთას წვდება სისხლი უყივის. მგლეჯენ ფლეთენ და სანსლავენ და მაინც მთელი ვარ. იმდენი ძალა შემრჩენია მტერსაც ვუღიმი. აქ მაქვს მხოლოდ ის ჟრჟოლა და ისეთი ცრემლი. დამწვარი მიწის ოხშივარით რომ თუ თქავს ფიქრებს. აქ უფლის ციხე კედლებიდან მაცხუნებს მზეს და სთისმართ ხატსაც შეუცნობი დუმილით მიგებს. მანდ მე ხომ მხოლოდ თავს ვუკვდები, ტვერივით ვქრები. აქ კი სიკვდილშიც გამარხული კლავი ბადები. აქ ნამუსივით დამიხურავს ვარძიის სევდა და ყველა სათქმელს გუმანითაც იოლად ვხვდები. შენ სამოთხეში მაინც ჩემი სამოთხით ვსუნთქავ. აქ მე საწუთრო ისე შემსვამ და ისე დამცლის. ოდისევსივი დავამარცხებს ცილა ხარიბდას. მაინც არაფრით არ გავატან შენს არგოს საწმის. შენ სამშობლოში მხოლოდ ქოთნის ყვავილსა ვგავარ. ამშვენებს სახლს და არაფრით არ მაქვს სურნელი. ჩემ სამშობლოში აპრილივით მასკდება კვირტი. ნადურის ხეზგავა ოცნებები მაცვია ჭრელი. აქ მე კარგად ვარ, მე რა თუ მაკლია სარჩო. ველი მოემკა ის რაც მხოლოდ აქ დამირგია. შენი სამშობლო ჩემთვის არის ტკბილის ზღაპარი. ჩემ სამშობლოს კი ნეტარების ტკივილი ჰქვია. ჩემ ძვირფასებო, თაკო თვითონ გაგიმხილავთ, რომ იქო ჩემი ნამუშევრებია, ფერწერული ნამუშევრები გამოფენილიო. ეს მე ცოტა შემდეგისთვის მინდოდა თქვენი ყურადღება ნელ-ნელა გადამეტანა იმაზე, რომ შემოსასვლელში მარტო მისი ნამუშევრები არ არის გამოფენილი, შემოსასვლელში ჩვენი ერთ-ერთი სპონსორის დუშეთის ხალიჩების ფაბრიკის ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი და რაც მთავარია, წარმოდგენილია ჩვენი პოეტი ქალბატონების ხვარამზეობის მერე გამოცემული წიგნები. წიგნები, რომლებიც ჩვენს ოჯახებში აუცილებლად უნდა ინახებოდეს და რაც მთავარია, უნდა იკითხებოდეს აუცილებლად. ნინო ლარცულიანი, რომელსაც სულ ოდნავ ნახევარი საათი დააგვიანდა. ნინო, მოდი. ლექს ქვია ქრისტეს მეგობარი. თითქოს ბავშვი ვარ და ქრისტე აქვე ცხოვრობს. აგერ ღობის მიღმა ხესთლის იოსები დაზე შალაშინს რომ სწორად გადაუსვამს დასკერს ბურბუშერებს მშვიდად ღვთისმშობელი. ღამით თბილი რძე რომ ატკბობთ ნამუშაკებთ. თურმე მეციქოვარ მალვით კარს მომდგარი ქრისტეს უყვარვარ და ჩემსკენ ვაშურებს. სახლში შემოყავარ სიყვარულის მეგობარი. ამ დროს გულისცემის ცხელი ბიძგებიც კი ცემენ გამალებით ცხენის ფლოქვებივით თითქოს უშენობა ერთად შევკონე და ცეცხლში მოვისროლე ძველი ფურცლადებით. თითქოს ბავშვი ვარ და ქრისტეს მეგობარი და მან დაკარგული ისევ მომიწია სული უშენობის სევდით ავადარი და მე უშენობა აღარ შევიცვლი.
ყუშიტაშვილი. ქალბატონი ფიქრია ყუშიტაშვილი, რომელიც მე მიკერძოებული ვიქნები და გეტყვით, განსაკუთრებულად მიხარია. განსაკუთრებულად მეამაყება, ქალბატონო ფიქრია, თქვენთვისაც არასოდეს მithქვამს. მე ნამეტანი გადავშაველდი და დამეტანი უყურადღებოდ დამრჩით ჩემი თელაველები. პირობას ვდებ თქვენს წინაშე და აქედან თელაველების წინაშეც. შემდეგი ჩემი აქტივობა თელავთან იქნება დაკავშირებული. ქალბატონი ფიქრია არის ალალებაბას მეუღლე, ხალხო, ვანო იანტბელიძის მეუღლე. ძალიან კარგი პოეტი ქალბატონი, ძალიან კარგი დრამატურგი თანაც. ძალიან მადლობა. მოგესალმებით და გილოცავთ ყველას და გილოცავთ ყველას მათ, ვისაც გიყვართ პოეზია. მე ხო წაგიკითხავთ ლექს, რომელიც რაღაცნაირად ესადაგება დღევანდელ დღეს განწყობილებას და არა მხოლოდ ქალბატონებს. ლექს ეწოდება თეორემა. კაცებს უყვართ არაყი და ლუდი. ღვინისცმა და ფილოსოფოსობა. ქალებს უყვართ უდარდელი ჭორი და არ მოსწონთ ქმრების ხშირი თრობა. კაცებს უყვართ ქეიფი და ნარდი და არ მოსწონთ ნაბახურსებს დარდი. ქალებს უყვართ ყვავილებში ვარდი, თუმცა აშინებთ მათი ეკალბარდი. კაცებს უყვართ ფეხბურთი და რაგბი, საათობით კაზინოში ჯდომა. ქალებს მოსწონთ სერიალის ცქერა და თვეობით დიეტით გახდომა. კაცებს უყვართ ქალები და სექსი და ბეზრდებათ უნაყოფო ტორფობა. ქალებს ხიბლავთ არშიყი და ფლირტი და არ მოსწონთ კაცის სულსწრაფობა. კაცებს უყვართ სიგარეტის კვამლში, რომ ჩაახრჩონ ქვეყნად ყველა ბოღმა. ქალებს თავად სიგარეტის კვამლი, თუნდ შეუკრას სუნთქვა რუხმა ბოლმა. კაცებს უნდათ მისი იყოს ქალი, მხოლოდ მისი სხვას არ ჰქონდეს ნება. ქალებს მოსწონთ აღელვებდეთ მრავალს, მათი მზერა და თეძოთავნება. კაცებს ძინავთ ესიზმრებათ მთები, საყვარელი ტუჩები და თმები. ქალებს ძინავთ ესიზმრებათ გული და არ ყოფნით არასოდეს ფული. კაცებს ქალებს ერთნაირად უყვართ, ერთნაირად აშინებთ და სტანჯავთ, ერთნაირად ღალატობენ, სტკივათ, უჩქარდებათ გულისცემა მაჯა, ერთნაირად ათენებენ ღამეს, იკიდებენ ერთნაირად ფეხზე, წუწუნებენ თუ ასტკივდათ რამე, რაც სჭირდებათ, ოცნებობენ მეტრზე. განსხვავება? თქვენი კითხავთ ალბათ. განსხვავება? დაგიბრუნებთ კითხვას, რაც მინდოდა ჯერ არა ვთქვი სრულად, არ გავამხელ რაც ვიფიქრე იმას. კაცი კლდეს გავს, პიტალოს და ძლიერს, ქალი წვიმას ტირილს რომ გააბამს. კაცს სჭირდება რომ აქებდნენ ხშირად, ქალს კაცისგან ნაჩუქარი კაბა. კაცი მუდამ საქმიანი დადის, ქალი მალავს ასაკსა და წონას. კაცს ამშვენებს აზიდული წარბი, ქალს უხდება ტუჩზე ხალის ქონა. კაცი ცდილობს ერთგულებდეს სიტყვას, ქალის ენა ემსგავსება სეტყვას. კაცი ზოგჯერ სადღე გრძელოს იტყვის, ქალი ფიქრობს ნეტა სულ არ ეთქვა. გავაგრძელო? შორს აგვიყვანს თემა. რას არ იტყვი, ენას ძვალი არ აქვს და დილემა ქალისა და კაცის რახანია ლექსის რითმად დამაქვს. პოეზიას ენაღვლება განა, თეორემა კაცისა და ქალის. ეს უბრალოდ გამახსენდი, რადგან შარშანდელი დაგიბრუნე ვალი. ხომარ დაბერდი მგელო, ხომარ დაგაცვდა კლანჭი, თავქვეშ გაიგე მდელო, ისევ ის მგელი დარჩი, და ღვინებულა ჟამი საწუთრო ფრიდი ჩქარობს, ადე მოსწყვიტე წვეთი ამ უსასრულო წყაროს. ხომარ დაბერდი მგელო, ხომარ მოგბეზრდა ბრძოლა, ცეცხლის თვალება ლეკვებს არშვენით შიშით ზრწოლა, სირცხვილ სინდისის ქურქი და უგლეჯია ქარბუქს, ის დედაბერი ძავი აქრობს და აქრობს პატრუქს, რა ვქნა გესტუმ რო იქნებ, ბნელ ქარიშხლი აღამეს ხმელსაც რომ ფუჭად ვიქნევ ნეტა ვარ გოდეს რამე, ჩავჯდეთ მუხების ჭრდილში, ძველი სიზმრები ვქელოთ, შენ შემიშინე შიში და მიერდგული გელო. ჩვენ
კიდევ ერთი ძალიან კარგი ოჯახით გვეამაყება, მომღერლების ოჯახით, რომლებიც საზოგადოებისთვის როგორც მომღერალი ოჯახი ნაკლებად არიან ცნობილი და დღეს ერთგვარი მათი მორიგი წარდგინება იქნება ჩემთვის, მაგრამ ძალიან ბევრი თქვენგანისთვის პირველი წარდგინება. შორენა ჩოლოგაურმა სულ ცოტა ხნის წინ ჩაწერა კომპაქტ დისკი, რომლის პრეზენტაციაზეც მალე ასევე მოგიწევთ და გასიამოვნებთ შორენას სიმღერით. ეხლა მინდა სცენაზე მოუხმოს შორენას მის დასთან და ძმასთან ერთად. ქალბატონი მარიამ ციკლაური. უკვე ქალბატონი მარიამ უკვე. მაინც დამასვენეთ მეთქი ცოტა ხანი მეგონა დავჭდებოდი და ეხლა ბებოს რამდენი საქმე მაქვს არშია მეცოცხე მარიამ. მარიამ მე გავილექსო თუ შენ ჩამოაყოლებ ყველაფერს. ქალბატონი მარიამ ციკლაური. ორი ქალიშვილის დედა. პატარა ელენიკოს ბებია. ენაცბაკოს ბებია. ქალბატონი მარიამი ხვარამზეზე და ფშავზე უზომოდ შეყვარებული. ქალბატონი მარიამი ცოტა იქეთ წავინაცვლოთ. საბავშვო და მოზრდილთათვის მშვენიერზე მეტად კარგი ლექსების მწერალი და ეს არ არის ჩემი დაჟინება, ეს დაადასტურა ქალბატონი მარიამის გალას ლაურეატობამ. გასუწევს ქალბატონი მარიამი გახდა გალას პრემიის ლაურეატი და მნიშვნელოვანია ისიც, რომ გალას პრემიის ლაურეატი პოეტური კრებული პირველად გახდა და ეს იყო მარიამის თეთრი ხბორები. და ბოლოს დღეს ხომ ჩემი დღეც არის, პირადად ჩემი მეგობარი. ენაცვალი, გაიხარე. ეხლა მე ესე იგი, დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის და არა მხოლოდ დღევანდელისთვის, ეს ხვარამზეობის დაარსება, მე ასე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის ზოგადად ქართული პოეზიის ისტორიაში, იმიტომ რომ ასეთი კონკურსი შეიძლება ბევრ ქვეყანას კი არა და სადღაც ვიცი რომ არის, თქვა პოლონეთში ნამდვილად არის ქალი პოეტების და ქალი შემსრულებლების, ფოლკლორის შემსრულებელი ქალბატონების კონკურსი ტარდება ყოველწლიურად. არ ვიცი, სხვა ქვეყანაში არ მსმენი ასეთი რამ და მიხარია რომ საქართველოში ამ ჩემს ასევე არაჩვეულებრივ მეგობარს და არაჩვეულებრივ პოეტს და დედას და ჩემი ორი ქალიშვილი რა სუფრასთან მოსატანი 4 შვილის დედა თვითონ
ნუ ერთი სიტყვით მარიამ ხუცურაუს რო თავში ესეთი იდეა დაებადა და მე ბევრი დაუჭა გვერდში და გააკეთა ბოლომდე ეს საქმე ძალიან დიდი მადლობა ამისათვის რომ ჩვენ გასულ წელს პირველად აღნიშნეთ ხვარამზეობა მოგეხსენებათ დარბაზში ალბათ ისეთი ადამიანი არცმებულება რო არ იწევს მეორე ბოდიშტი მაგრამ კონკურსი ჩატარდა პოეტიკალებისა პირველად. ახლა დღევანდელი დღე იმის დასტურიც არის რომ ეს კონკურსი გრძელდება და გაიცათ ჩვენ ახალ და ახალ სახელებს და ახალ ლექსებს იმედია გავიცნობთ ხვარამზეობაზე. კარგია რომ გაზაფხული მოდის და ღმერთმა მშვიდობა ქნეს ჩვენს მიწაზე და თქვენს ოჯახებში. და რა თქმა უნდა ეხლა თან ერთი კარგი პოეტი ყავს აქ არ არის სხვათა შორის მაგრამ გაიცათ იქნება ჩვენ კონკურსზე ნონა გიორგაძე და ჩემზე პატარა კი ერთი 10 წლით მაგრამ ესე ვთქვა რომ კაცო უკვე ისეთ ასაკში ვარო რომ სიყვარულზე თქვაცო ცოტა ლექსის უკვე მწვენიაო რომ თვაც ისეთ ასაკში არა ვარ და მე რა ვთქვა ეხლა მაგრამ მაინც სიყვარულზე უნდა წავიკითხო ხარ ჩემი ძველი რიტუალი შენით სიყვარულს ვიტყუებდი მეგონა აღარ მიმტყუნებდი როგორც სიბნელე ღამეს თუმცა ღამე არის პოლარულიც თეთრი გველივით მორკალულა ფსკერზე სინათლით მოკალული აღარ ბნელდება თურმე ვიცოდი როგორ იწყებოდი სიმარტოვე რომ მიწყრებოდა რომ მონატრებას მისცემოდა როგორც სიმღერა ქარებს და უშენობის შეშმუშნაზე და თენებების სიჩუმიდან ცა ვარსკვლავებს რომ იშუშებდა მე მაინც მაჩნდი შეშლილს ნაპირსაძრული მიქცევებით, ყოვლა დაუხსნელ აქცენტებით, დღეებსაც ვეღარ აძველებდა ვნების მზის ფერიობი, თითქოს ვიყავი სავანები და ჩემს სიმშვიდეს ალაგებდი, თრთოდი სივრცეთა დარანები, ველურ ჯოგების რბოლით, სიმარტოვეთა სენაკებში, ეკო ოქროთ შენაძენი, ხან საჭიროზეც ენამჭევრი მუნჯი საუფლოს სენი, ხშირად მრევდა ხელსაშროშანე სიტყვებად ვეღარც ამოვშალე შენზე ნაფიცებ ნაროშავი ათას სულელურ კერპად ვერა და ვეღარ დაილია ტანჯვები ქარის სავალივით თითქოს მიარა ტრამალები აღასრულებენ ლოცვებს უსასრულობის დავიწყების და უშენობა არ იწყება როგორც მერვე დღე ქვეყნად მხოლოდ ყანის პირს საფრთხობელა დგას როგორც ძველი რიტუალი მე რომ სიყვარულს ვატყუებდი ახლა ჩიტების ხედან მინდა კლავები აუქმნიო კლავები შენად საიალქნე და სიყვარულის უქმეები ამ ჩიტებივით დაბრთხნე ვარდის წყალი ამ კოკაში ხომცი ვარდის წყალი მისხია წყალი მან დალიოს ვინც დალევის ღირსია ამ კალთაში ცხომცი წოწეული მეწყუია ვინც თავისად დამირჩეს წოწეულიც მისია ჩემს თვალებში სათაფლე მზის მაგიერ მისლია ვინც თვალს ვერ გამისწორებს ეს თვალებიც მისია ხედავ ზღვასაც გასწუდება ხიდად ჩემი მკლავები როგორ ახლოს ვდგავარ და მაინც ვერ მეკარები გულო ჩადეკ საგულეს ვისი სულით შენგსურდა ნუშის ყვავილები ვიტკაეშანით შეგსუდრა უხმო მეხად მოსულო თუ მშლი ეგეც მითხარი ვისი კოშკი იგება ჩემი თეთრი ფიქალით ჩემი ყაყაჩუებით ვისი მდელო ღაღანებს ჩემი ლხენის ბულბული ვის ვარდებზე აღამებს წავალ დავიკარგები დავადგები გზას უცხოდ ეგებ შემხვდე სიკვდილი ხარბი მზერა დაუცხრო განარას გთხო ძვირფასო სიმარტოვე მაღონებს ჩემი გულიც მისია ვინც მოსვლას არ აყოვნებს და თუ შენობაში უნდა ვცხონდე ტანჯვითა ღმერთო გახსენ სარკმელი გამაფრინე ფანჯრიდან ჩემი დარდი სიმძიმეს პეპლის ფრთა არა საზიდავს თუ მიშველის ეგ ღვინო შენი ქარვის თასიდან ვთესავ არის ყანებში მარგალიც და სმარაგდებს შენ სიცოცხლეს განძივით მინდა ჩემში ვმალავდე ეს უდაბნო კი არა ჩემი ცრემლის ხნულია ზედ წითელი ხარი დგას მკერდამდე ჩაფლულია ვინც იმას ამოიყვანს ჩემი ყანაც მისა და ზედაც ჩემი ნაწნავი და სამარხი მიწადა ამ კოკაში ხომიცი ვარდის წყალი მისხია წყალი იმან დალიოს ვინც დალევის ღირსია ვინც ჩემ გულის სიობლეს ცრემლს შეუშრობს
ყვებილა და მისი ვიყო სატრფოდ და მისი ვიყო გმირადაც შენ მიშველე უფალო ალი ალილუია უშენოდ ყველაფერი ლანდი და ტყუილია ალი ალილუია ალი ალილუია უშენოდ სიყვარული სიმართლეც ტყუილია ალი ალილუია ალი ალილუია შენ მიშველე უფალო სულში ტანჯვანო იარს ალი ალილუია ალი ალილუია პოეტური კონკურსის მესამე პრემიის ლაურეატი, ძალიან კარგი ქალბატონი, ძალიან კარგი პოეტი. დიდი მადლობა ქალბატონებთან კიდევ ერთხელ. ყველა ქალს გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვფიქრობ, რომ
ყველა ქალბატონი ატარებს თავის წილ ხوارამზეს და საზღურები არ აქვს და რა ძალიან დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი რომელი ლექსი წამეკითხა და გადავწყვიტე რომ რაღაცა აღმოსავლელი ქალის ლექსით წარდგენილიყავი თქვენს წინაშე. ჯამილა. მე ვარ ჯამილა. ასპადანა ჰიჯაბით დამაქვს. არაქად გაცლილ მტრიან ქუჩებს თმებით ვაგრილებ. აქ წელიწადის 4 დროს გაზაფხული მყავს ხელის თითები მეკვირტება როგორც მარტის ხეს. მე ვარ ჯამილა. ყურიმალს ქვემოთ მზე ჩამიდის ბიბილოებზე, ნიკაპზე, ყელზე, შუაღამე ისხამს საფირებს. ხან საიდანღაც ოქროს ჩიტი მომიფრინდება, თან თითო სურას წამიკითხავს, თან დამაფიცებს ქუჩებს, გზებს, სახლებს, თუნგებს, დოგს, თასებს, მამებს, ძმებს, ბავშვებს, იმამსაც, ქმარსაც, ბოლოს შარიაც. გინდა არ გინდა, მაინც შარია. შემახსენებს რომ ვარ ჯამილა და ასპადანა ჰიჯაბით დამაქვს. მოგესალმებით გილოცავთ დღევანდელ დღეს, მე მგონი ჩემისაგან კარგად არ არის. იმიტომ რომ პოეტები ექიმს მეძახიან და ექიმები პოეტს. მაგრამ მე უფრო პოეტად თავს იმიტომ რომ ექიმებში ყველაზე კარგი პოეტი და პოეტებში ყველაზე კარგი ექიმი. მე პოეტად თავს იმიტომ რომ პოეტურ შეკრებებზე მივდიო და ყველას ვიცნობ, ყველას ვესალმები, ყველას კოცნი. ამაზინად მიმიწვიეს სამედიცინო ინსტიტუტის 80 წლისთავის იუბილეზე. იქაც როგორც პოეტი ისე მიმიწვიეს. იქ რა გიდო და არ იცოდი. არა, რომ მივედი, ვერავინ ვერ ვიცანი აბსოლუტურად. ასე რომ მაისია. ასე რომ პოეტი ნინო ქოქოსაძე. ხო, მე ძალიან პატარა ლექსი და შეიძლება ორი წამი. შენ სამით შეიძლება წაიკითხო კაცო ლექსი ჯერ უარ დაწყებულა მთავრდება უკვე. ნინო მინიმების დიდოსტატი. ოჰ, ჩემი ლექსები პატარები. ნუ ერთი არის. ხო, შემოტანი. ძალიან ქალური და სასაცილო ლექსია. რევანში. თუ კარგია, შენც კი შეგემღრა მზერა, ალაგ-ალაგ დაიბზარე, ეგეც ნაოჭებია. და რადგან არ გაქვს შენი თავის დანახვის ნიჭი, გეტყვი ასე, როგორც თავად გჩვევია, რას დაემსგავსე, ჰოლის კუთხეში ატუზულო 100 წლის სარკე. მეორის ახლა წავეკითხავ 100 წელში ავწერ, მაგრამ ნუ ეს სანათ ამიცოდეს რატო ვკითხულობ. განდეგილი. ეს ერთ ამჟამად სასულიერო პირს ეძღვნება. შენ მზის ჩვენი საიდუმლო აი ეს არის ზუსტად. შენ მზის დარი ტალავარი უნდა გეტარებინა და ფშავის ზეცა ლურჯი თოლებით. მე ლექსის ქალას ტოლებიდან ამომარჩევდი, ცხენზე შემსვავდი, გორბალოსკენ გამქანებდი. გადაგვიხდიდნენ მთაში ქორწილს და იქნებ კიდეც, ხევსური ვინმე ყოფილიყო ხელის მომკიდე, მაყრათ დევები, მაგრამ შენ სად ხარ, სად შეები სხვა უღელს ჩემო, სად გისველდება მტკივან მკლავზე ბერის სახელო, ნუ თუ ჩემს სახელს იხსენიებ მხოლოდ მწუხზე ან და ცისკრისას. სცენას ვეჩვევით. Fabilis pero calo
საღამო რომ გაგველამაზებინა, ჩვენი ახალგაზრდები რომ ერთმანეთთან უფრო კარგად და მყარად დაგვეკავშირებინა, გადავწყვიტეთ რომ მხარი დაგვეჭირა ახალგაზრდობის ამ ინიციატივისათვის და გამოვაცხადეთ სახალისო მხიარული ფოტოკონკურსი. ჩვენ რა თქმა უნდა შორს ავართ იმ აზრისაგან რომ ეს არის ის ფოტოკონკურსი, თუმცა მის საქართველოს და მის სამყაროსაც ძალიან ბევრი გამკრიტიკებლები გამოუჩნდება ხოლმე და ჩვენც ალბათ არ ვიქნებით ისე რომ კრიტიკული სიტყვა შენიშვნა არ დაგვაწიოთ, მაგრამ მინდა ყველას უთხრა ჩვენ მხარი დავუჭირეთ ჩვენი ახალგაზრდობის ინიციატივას, რომ მათი პირველი ინიციატივა არ ჩაშლილიყო. ჩვენ მხარი დავუჭირეთ იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდები აი რაღაცნაირად თუნდაც ასეთი ცოტა მსუბუქი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში მაინც არ არის მსუბუქი იდეის ირგვლივ გაერთიანებულიყვნენ. და იცით რა მოხდა? თავიდან რომ 3-4 გოგონას ფოტო იყო მოსული, ორგანიზატორები და ჩემი უშუალო გვერდით მდგომები დამეთანხმებიან, რომ ფოტოების გამოჩენის დღიდან აი თითქმის გაორმაგდა, ერთბაშად გაორმაგდა ეს ფოტოები. ეხლა ყველაზე საინტერესო და ყველაზე სასაცილო რა არის? ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იცით რაში? რაც ესენი ისედაც არიან. ვინ გახდებოდა ფშავლის ქალა? გოგოებო, ხო ყველანი ხართ მაინც ფშავლის ქალები. დილას გითხარით რომ ყველანი გამარჯვებულები ხართ მეთქი. შვილო, ვინც მონაწილეობდით, ვისაც სურვილი გქონდათ მონაწილეობა მიგეღოთ და რაღაცის გამო ვერ გაბედეთ, ვისაც ეს ხმა არ მოგწოდათ, ვისაც ინტერნეტი არ გქონდათ და იმიტომ ვერ მიიღეთ მონაწილეობა. ყველანი ფშავლის ქალები ხართ, ყველანი გამარჯვებულები ხართ, ყველანი ერთმანეთზე ლამაზები ხართ. ეხლა ვიღაცა იყვის, ყველაზე უფრო კი შეიძლება ეს თქვან აი იმ გოგონებმა, იმ ადამიანებმა, ვინც დარბაზში სხედან, იციან რომ სცენაზე მაია გონჯილაშვილი ზის, მაია გონჯილაშვილი ცხვარამზეობის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მარიამ ხუცურაუს გამორჩა მაია გონჯილაშვილი. სულაც არ გამომრჩენია. ვინ უნდა ყოფილიყო ფშავლის ქალას ფოტოკონკურსის მონაწილეებიდან ყველაზე პოეტური ფშავლის ქალა, თუ არა მაია გონჯილაშვილი. ყველაზე პოეტური ფშავლის ქალა, მაია გონჯილაშვილი. ალბათ გახსოვთ მისი ფოტოც. მოდი მაიკო. გაზაფხულის შემოგზანებას ვამაც მიულოცავ თითოეულ ქალბატონს აქ დარბაზში მყავს და სიმღერებთან ერთად ალბათ არ იქნება გამართლებული რომ ამ სცენაზე მთის სურნელი ლექსითაც არ დატრიალდეს. იყუჩეღა გულოტიალო კარგი იყუჩე შენი საყმულო ამოხედქე ხან გამოშვებით მე მოგისაჯე დაწყევლილი განა სიჩუმე დამისნეულდი შამამკონესი აღარ მოურჩები კარგი იყუჩე ყურო ზეცამ წაიმგლისფერა ლაჟვარდისფერი ჩაესვენა მდუმარ ჭიუხში გადავაფინე საფიქრალნი თებზე ნისლებად მიყოლიებავ მიაცდია ზრახვას მივუხდი დაყუჩდი გესმის გელნიც როგორ უქმად ყმუიან გლად ვერ გაქციე ვერც გიშველე ვერც რა ერთობით თუმც დამეჩაგრე მაგრამ ბრძოლა მაინც გწყურია ხოდა ბათრიოთ ეს საწუთრო სანამ ვეყოფით ყველაზე პოეტური ფშავლის ქალა. მოდით ახლა მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მცხეთა-მთიანეთის სამხარეო გუბერნიას, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გამგეობებს, მათ საკრებულოებს, აი ამ ჩვენი ღონისძიების მხარში დგომისთვის და ფოტოკონკურსის ძალიან წახალისებისთვის. მინდა სცენაზე მოვიწვიო გუბერნიის წარმომადგენელი, რომლებიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩაბმული ჩვენს ფოტოკონკურსში და შემოგთავაზეს რომ ჩვენ დავაჯილდოვებთ, დავასაჩუქრებთო, ეს ყველა
სიმბოლური საჩუქრებია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამათ ფშაველის ქალობა უნდათ. ჩვენ დავასაჩუქრებთ ინტერნეტ გამარჯვებულსო. ინტერნეტ გამარჯვებული მელანო დადალაური. ძალიან დიდი მადლობა კონკურსში მონაწილეობისთვის. მელანო, მინდა რომ შორს არ წახვიდე რა, მანდ ახლოს დარჩე სცენასთან. ხევსურეთ საყრილან ისლები საფშავლოს ზეცისკენ მიდიან. ირგვლივ ხავსიანი ლოდები სულში კი მუქლურჯი ბინდია. თვარე ზამბახებად იღვრება. გვირილა ანთებს ალიონს ლაშარს სალოცავად მოსულა 12 ამარდედოფალი. უფლის წულ არის მზეთამზეს. ვაჟია ჩუქაო ლაშარმა. თავის სამლოცველოდ აქცია ეს ხატი გიორგი ლაშამაც. მიყვება ჩემ პაპა ლეგენდას. ფხოველთ სალოცავში გაგონილს. ფშავლები მას მევენ საკარყმოს. ავლოცეთ კაიყვის მამგონიც. კესანი, თის მორცხვი ყვავილი. თამარის ზემხედი თვალები, მოყვასი, ჯიში და გვარტომი, თავნება ფშაველი ქალები. შურთხი გათენება ზეიმობს. ცისკარმა, ანთო, ცარგვალი, ლაშარს სალოცავად მოვიდა, შუაფხო ამღადა ჩარგალი, ლუდი სმა, შემთვრალთა სიცილი, ფშაური კაფის ალმური, ერთურთის დახანჯულა თვალებით, ჭორების დაქსელვა ქალური, ხევსურეთს აყრილი ნისლები, ისევ ლაშარობას ელიანი. ძნელია ულექსოთ სიცოცხლე, ულექსოთ სიკვდილით ძნელი. გნახე ხატობას სანთლად გენთო შუაფხოს ღამე. სად მიწიერი ოცნებები ზეცას ერთვიანი. მოგისმინე და დავიჯერი შენი ნათქვამი, რომ ფშავში ყველა მიწიერი მამამერთია. სიმღერას შენსას ყურსუხდებენ მდუმარე მთები. ხმაში გიელავს გაზაფხულის კამკამა დილა, წინწანაქანის დავლიე და ვადიდეთ ღმერთი. ახლა კი შენით მონუსხული ჩემი გზით მივალ. ყველა ხევსური რომ დანტეა და ორფეოსი. ვიჯერებ როცა შენგან ნამღერ სიმღერას ვისმენ. არ მინდა დავთმო საოცარი წყალჭალა შენი, გტოვები მრწმენით რომ უთმოდ გიხილავ ისევ. შენი ხმახლაც თეთრახევას ტალღება დღელავს, წამხართ ცოცხლებით, ქვად ქცეული ლანდთა სულებით. ვაჟას კალამით დახატული მიყვარხართ ყველა, აბჯრიანი და უამჯარო ფშავხევსურები. შუაფხოს ღამე, საოცარი შუაფხოს ღამე, შენ დამიფარე ფშავის მცველო ადგილის დედა, უხდები მთებს და ცასთან ახარ ძალიან ახლო, მე შენ გიყურებ, აღარ მახსოვს საწუთროს სევდა. Dala baragi
მომხიბლავი ფშაულის ქალა თინა ნაყეურმა ასე გადაიხუდა. ვინდა გითხრათ რომ აი ყველა ის ელზა შენ შორს მუსაფას სცენასთან ახლოს დარჩი. ქალბატონო თინათი ძალიან დიდი მადლობა. აი პირადად ჩემი სიამაყის საფუძველი კი არა. ძალიან ბევრი ფშაულის სიამაყის და ზოგადად ქართველების სიამაყის საფუძველი ხარ. იმიტომ რომ აი დღეს რომ აქ ნაყეურები გადიან გამოდიან შორენა ჩოლოგაშვილი ჩოლოგაური მაპატიოს შვენიერი კაბით დადის ყველა თინიკოს ნახელავია. თინიკოს ნახელავი იყო ის კაბები თინიკოს ნახელავი იყო ის კაბები, რომლითაც ჩვენი ფშაულის ქალები თავს იწონებდნენ დამბალი ხაჭოს გამოფენაზე და აი თქვენ ნახეთ, ჩვენ რომ ერთობლივი ძალებით კატალოგს გამოვცემთ, ამ გოგონებთან ერთად კატალოგის წარდგინებაზე როგორი ლამაზი საღამო გვექნება. ნინო ფუნქციაშვილი დუშეთის ხალიჩების ფაბრიკის წარმომადგენელი. მოგესალმებით ყველას და ყველას ვცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენი რჩეული დღეს ორი წარმომადგენელი ყავს, ერთ-ერთი არის ანა ნუგედიხარული, როგორც გავიგე არაერთხელ ყოფილა თურმე, ეხლა ქალბატონი მარიამმა აღნიშნა და ჩვენ გვინდა რომ რაღაცით წამახალისოთ, ამიტომ ისეთი სიმბოლური საჩუქარი, რაც შეიძლება რომ ფშავლის ქალს უფრო მეტად დაამშვენოს, ეს არის ჩვენთვის წინდები, ფშავლის წინდა ფშავლის ქალს. ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა. კი ბატონო, მეორე რჩეული ყავს ჩვენ თამუნა ქუმსიაშვილი. აბა თამუნა ქუმსიაშვილი. თამუნაც პატარა მონაწილე იყო, როგორც თამუნაც ყველაზე უმცროსი მონაწილე იყო, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ თამუნა ქუმსიაშვილი იყო კიდევ ერთ-ერთი ჩვენი დამსაჩუქრებლის რჩეული, რომელმაც აი ზუსტად რომ ვაპირებდით ღონისძიებაზე წამოსვლას, მაშინ დაგვიდო კომენტარი, რომ ეს არისო ფშავლის ქალი არ დამატიო. ამიტომ გადავცემთ ჩვენს ესეთ სიმბოლურ საჩუქარს ფშავლის ქალი. და ფშავლის ქალი არ დამატიოს. დაზაფხული ფშავლის ქალი. ერთი ქალის ფასი გვაქვს, კაცო, ერთი ქალის ფასი გვაქვს. ყველაზე ფოტოგენური ფშავლის ქალიო, ანა ხახონიშვილი. არის ანა? დიდი მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა და ბოდიშს უხდე, ვინც ჩემი ლაიქების თხოვნის მსხვერპლი გახდა. ბატონი ეთერ მათურელი, რომელმაც თავის რჩეულს დაარქვა ყველაზე ლაღი ფშავლის ქალა ნიაკო პატარაშვილი. ყველას გვახსოვს ნიაკო ფშაულის დასასრულში გამოწყობილი დამბალხაჭოს ფესტივალზე როგორ დიასახლისობდა, ხო? გახსოვთ ეს ის გოგონა? ცოტნე აქ კარცერ ლუქსში მიზის. ლანა მე უნდა გავხსნა სხვების საჩუქარი არ გავხსენი, მაგრამ შენი საჩუქარი უნდა გავხსნა, იმიტომ რომ მინდოდა ეს შენთვის მოეტანათ ჩვენი ახალგაზრდული ჯგუფის ბიჭებს და მითხრეს რომ ვაიმეო მუხლი რომ მოგვეკვეთოსო მერე დავქნათო. არა და იქო ისე კარგად იჯდაო რომ წინდის ჭირსო წინდასო იმსახურებდა. კიდევ არის
ჩემთვის საჩუქარი. გაიხარეთ, მრავალს დაესწარეთ. ეხლა იქნება ბოლო საჩუქარი. ეს იქნება პირადად ჩემი საჩუქარი, იმიტომ რომ აი ამ კონკურსანტებში იყო ერთი გოგონა, რომელიც დილას იწყებდა იმითი, რომ ქალბატონო მარიამ კონკურსი ჩატარდება. საღამოს ამთავრებდა იმითი, ქალბატონო მარიამ კონკურსი ტარდება. და მე არ ვიცი, დღეს ეს გოგონა იყო ალბათ ყველაზე ბედნიერი და მოვწერა, რომ ქალბატონო მარიამ კონკურსი ჩატარდაო და ერთი არ უკითხავს. აი თითქმის ყველა მკითხა, რომ ხომ ვერ მეტყვით ვინ არის გამარჯვებული, ხომ ვერ მეტყვით პირველი ადგილი ინტერნეტ გამარჯვებული ვინ არის. მე მინდა მოვიწვიო ელენე პაპიაშვილი. და ეს არის ელენესთვის პირადად ჩემი საჩუქარი. ელენე, ეს არის 5 წიგნიდან 1. მე-4 გადარჩა, 4 გადარჩა. ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის, გვერდში დგომისთვის. უსურვილი მაქვს დღეს. და თან ამ კავშირის წევრი ვარ და უფლებას მაქვს. ამ საღამოს ორგანიზატორი, ხარამზეობის თავი და თავი, ჩვენი ზეგჩემთის სანათა, რომელიც ძალიან კარგად წერს, არ ვიცი მე რა სიზამს. ზეპირად თუ არ იცის დავინახე, რომ წიგნი სხვა საჩუქა გამოართვას და ლექსი წაგვიკითხეს. ისე როგორ წავიდე მე აქედან, რომ სანათას ლექსი არ მოვისმინო. შენც ხალი ხარ, გულს როგორ დაგწვიდავ, კაცო. ხო შეიძლება ოღონდ არა თავისი. ეს დამწვიდეს გული და გეტყვით რატო. ლექსებ დამიწუნეს ფშავლებმა. ვერ შევწვდი მწერვალებს იორს. სხვა რა გზა გადამრჩა ხარამზე ჩავხრი და გავატანი იორს მეთქი. სამოვედი ხარამზეობიდან. არა, მე წაგიკითხავთ ევგენი დოლმატოვსკის ლექსს, რომელიც ძალიან კარგად, აი ზუსტად შეეფერება დღევანდელ დღეს. არ არსებობენ უშნო ქალები, აი ძალიან კარგად ჯდება ამ გოგონების ფონზე. არ არსებობენ უშნო ქალები, ქალს მშვენი უჩანს თუნდაც თვალები. არ არსებობენ უშნო ქალები, მაგრამ თუ მაინც უშნოა ქალი, ამაშიც კაცებს მიგიძღვით ბრალი. კაცრი ხელებით, სუსტი ხელებით, ქალს ამახინჯებთ ხან ეფერებით. სამაგიერო დრასი მდიდრეა, როცა აღმერთებ ქალში იდეალს. არ არსებობენ უშნო ქალები. შაველი კაცებისთვის, კარგი ლექსის მთქმელი, კარგი მოკაფიე შაველი კაცებისთვის დამახასიათებელი საქმით იყო დაკავებული. აქ თვითონ წერდა თავის თავზე ლექსს და დარბაზში ცოდნეს ხვები გიწერენ ლექსს. იმედია რომ მოგვილოცავს ლექსით ყველა ქალბატონს. აბათეთ გამარჯობათ ილოს ათრამარცხალოს და ნაყვამს ეხლა წეგან ქალბატონ მარიამს უთხარი რომ ქალბატონო მარიამ მართალია დაუგვიანე მაგრამ დაჟა მაგრამ ცვირმაინც დააცემნიო ხეირი მაინც გითხრავდა თვითონ არაფერი კაცო ერთი ხმა როგორ არა მოიყო მეთქი უთხარი და სხვათაშორის მართლა დაუგვიანე მაგრამ ეს ყოველთვის ესე მემართება. ვერცხლის წყალო ჩემო დაო სანათა თუ მარიკო თუ სიცინო სალაღობოდ თქვენზე წერდი არადა გაგონილა ჩემზე უნდა ვიცინო. ვიჩქაროდი მაინც დამაგვიანდა საქალთაოდ გზა ეგრე მაქვს დაცდილი წამოსვლისას რომ გადავკარ საგზაო სწორედ მაშინ დამებუღრია მაცილი თქვენცინ ვზივარ კუნძი ტოტე ბაჭრილი ვიცი თანაც არ დამზოგვენ შინშები
რითმად დამკუწავენ დამჭრია და თქვენ ფერქვეშ ორწუხად გავიშინშლები მაპატიეთ მარიკო თქვენსი ვდგევარ საცოდავად მკავანი სხვა თუ ვერ გიშველე ერთხელ ხომ ალალგულად მოგაწოდე კალამი მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ გოგონებო იქიდან აქ ჩამოსვლისთვის. დიდი მადლობა გადაგიხადოთ ფოტოკონკურსის მონაწილეებო. ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემო მეგობრებო, ჩემო დებო, პოეტებო, ქალბატონებო. ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გაისარჯა და აი ეს სიმბოლური საჩუქრები განა მათი ფასეული ღირებულებისთვის. იმისთვის რომ აი ამ ბავშვებზე იფიქრეს მათ გახარებაზე, მათ წახალისებაზე და აი ეს სიმბოლური საჩუქრები მოუმზადეს გოგონებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ თეატრის ხელმძღვანელობას, ადმინისტრაციას დღევანდელი დღეს ჩვენთვის თავშესაფარის გაჩენისთვის, ჩვენი მასპინძლობისთვის და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ყველას, რომ არა თქვენი ტაში, თქვენი წახალისება, ჩვენ მომავალი კონკურსები, რომლებიც უკვე რეალში გვინდა ჩავატაროთ, მარტო პოეტი ქალების კი არა, ყველაზე მარჯვებშავლის ქალების, ყველაზე სპორტული, ყველაზე ხელგამრჯე, ყველაზე მართლაც ლამაზი ფშავლის ქალების ნამდვილად არ ჩატარდებოდა და არ გაიმართებოდა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, კეთილად